პოლიტიკა და სპორტი გავმიჯნოთ, ხალხო და კულტურა და სპორტი გავმიჯნოთ. თან უმეტესად ვინც ამას წერს გავმიჯნოდ წერენ. ეს არის ფარისევლობა, თვალთმაქცეობა, რომ კულტურა და პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვა. უძრაობის პერიოდის სოციალური ქსოვილის რესტავრაცია ხდება მთლიანად თანამედროვე საქართველოში. როცა ყველაფერი ნათელია წიხლი არ უნდა დაარტყა დაგდებულ ადამიანს, ამ დროსაც კი ამ პოზიციას არ აფიქსირებ. აიგაა პრობლემა. აღიარების ისეთი პათოლოგიური სურვილია არტისტისგან, რომ ზედუში მორალი, აქ უკაცრავად და ფეხებზე კიდიათ მათ. შენ ან ხარ კონფორმისტი, ან უბრალოდ ხრეტენ. ბრეჟნევს ვეუბნებით, რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და გარიბაშვილს ვეუბნებით, რომ მადლობა მართლმადიდებლობისთვის. ძალიან დიდი რაღაცის გაწირვა შეუძლიათ ადამიანებს ძალიან მცირე რამის გამო. მარტო ფული კი არ არის, არამედ ის, რომ კულტურის მინისტრთან ესე დაურეკავად უნდა მიდიოდეს. ეს 13 წელი ისინი თანაცხოვრობდნენ ამ რეჟიმთან. თანამედროვე კონფორმისტის ქცევა დიდწილად განპირობებულია არა რაღაცაზე გაღიზიანებით ან მორალური მგზნობელობით, არამედ ინტერესით, ფინანსური ინტერესით. რო დამხრიტო ეგეთ რაღაც ვერ გავა და არ გავაკეთებ. გაიგე რომ რუსული ოლიგარქიის ციკლი და ეს დასრულდება ავტოკრატიის. მერე გვექნება ძალიან სერიოზული სასაუბრო.